გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო სულ ყველას. ესე იგი გუშინ ავტვირთე ვიდეო. ბაშილი ჯვარში გავიარე და დავინახე ერთი სახლიდან გამომავალი რამოდენიმე ათეული უცხოტომელი. ალბათ ერთი 1000 კაცი იქნებოდა შეკრებილი. და მან სახეზე რომ შეხედავ ადამიანებს საერთოდ არ ეტყობოდათ რომ ისინი ქართველები იყვნენ, ისინი იყვნენ აზიური ქვეყნებიდან ჩამოსულები ახალი გამომცხვარი უცხოტომელები, რომლებიც, რავი, თავიანთ შეკრებას ახორციელებდნენ. იქ არ ვიცი რა ხდებოდა, რა ნიშნით იკრიბებოდნენ, იმიტომ რომ ის, რავი, ბევრმა რო დაწერეთ და რო თქვით რომ ეს სამლოცველოაო, არ ვიცი, რაღაც მეეჭვება, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვაქვს პრაქტიკაში საქართველოში დანერგილი იდეაში რაღაც გარკვეული შეცდომები, რომლებსაც ენიჭებათ სამლოცველო სტატუსი და იქ სხვადასხვა საკითხები იქნება ხოლმე განხილული, საერთოდ იქ შეიძლება ლოცვაც არ აღევლინებოდეს და არაფერი არ არის გამორიცხული, რომ ასეთი შეკრებების დროს გეგმებოდეს გეგმები, თუ როგორ უნდა მოახდინონ ახლა ჩამოსულმა ტომელებმა საქართველოს ანექსია, თუ რა გეგმებით უნდა განახორციელონ, რა უნდა იყოს გეგმა მათი და მიზანი დასახული, თუ რა აზრი ტრიალებს ქართველებში და რა როგორ უნდა მოიქცნენ ამის საპირწონედ. და მოკლედ გავტვირთე შემდეგი კონტექსტით, რომ ამდენ ურჯულოს რა უნდა ამ ერთ სახლში. არ ვიცი მე რამოდენიმე ერთმა ადამიანმა მომწერა პირადში, რომ აბა თქვენ ქართველები, ქართულად სხვათა შორის ყველას რო ურჯულოს ეძახით, თქვენ რჯულიანები ხართ და თქვენ ამოწყდით ერთ დღეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აშკარად ეს ქალი, თუ არ ვიცი, ეს ადამიანი შეცდომაში შეყვანილი იყო. მე ეჭვი მაქვს და იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი ფიქრობ არის ქართველი, რომელიც მუსლიმანური სარწმუნოებით ცხოვრობს და შეცდა უბრალოდ მიიღო საკადრისი პასუხი, მაგრამ აქვე მინდა რომ გავმარტო ურჯულო სიტყვა რას ნიშნავს. სიტყვა ურჯულო გამომდინარეობს ძველი ეპოქიდან, როდესაც საქართველოში ხდებოდა არაბობა, შემოდიოდნენ, აწიოკებდნენ ქართულ მოსახლეობას, ატყუებდნენ ქალებს, ბავშვებს კლავდნენ, თავს აჭრიდნენ, ხოცავდნენ ოხუცებს, კაცებს და სხვადასხვა დიდი ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა საქართველოში არაბობის დროს. ასე დაერქვათ მათ ურჯულო ხალხი, რომლებსაც საერთოდ არანაირი შეწყალება, შეცოდება არ გააჩნდათ ხალხის მიმართ, ბავშვების მიმართ, მოხუცების მიმართ და იყვნენ საერთოდ რადიკალურად განსხვავებული საქციელებისა და სარწმუნოების მქონე ხალხი, რომლებიც ესეთ დღეში ყრიდნენ ქართველებს და არა მარტო ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სომხებს, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და სხვადასხვა ეთნიკურად განსხვავებულ, თუნდაც უმცირესობაში მყოფ ქართველებს. ეს უცხოტომელები რატო არიან ურჯულონი? მოდი ვთქვათ, ჩვენ კარგად ხედავთ მაგალითი ევროპა, ავიღოთ, თუ როგორ ექცევიან იქ ქალებს, ჩვენ კარგად დავინახეთ რამოდენიმე ამონარიდი ვიდეოები ეკლესიაში როგორ შევარდნენ, როგორ ცემდნენ ერთ ქალს
10 არაბი, 10 ემიგრანტი და როგორ უმოწყალოდ ანგრევენ ქალაქებს. აქედან გამომდინარე მე კითხვა მაქვს იმ ადამიანებისადმი, ვინც შეწუხდა თქვენ ყოველივე ეს ხართ ყოველივე, ესე გეზიზღებათ თქვენი საქართველო? მე ყველაზე არ მაქვს საუბარი, რამოდენიმე რომელიც საერთოდ შეცდომაში არიან შეყვანილები შეიძლება და თავიანთი უცოდინარობის და გამო ესე მოიწერეს. ნუ კითხვა მაქვს, თქვენ ასეთი ხართ? გეზიზღებათ ქართველები? გეზიზღებათ თქვენი მეზობელი ქრისტიანი? არცემთ თქვენ მის რელიგიას პატივს? ხო? ნუ ზოგადად საქართველო და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური მოსახლეობა, რომლებიც არიან სომხები, აზერები, რომლებიც არიან თუნდაც სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ქართველი ხალხი, ცხოვრობთ საუკუნეების განმავლობაში ერთად და ერთმანეთთან ვართ ადაპტირებული მოსახლეობა. კი, ჩვენი ტრადიციები გაგვაჩნია, საკუთარი და განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთის ტრადიციებს პატივცემთ, ვითვალისწინებთ და ვაფასებთ. იმიტომ რომ ჩვენ საუკუნეებია საქართველოში ერთად ცხოვრობთ, კიდევ ვიმეორებ და ადაპტირებულები ვართ ერთმანეთთან, კარგად ვიცით ერთმანეთის ჭირი, ერთმანეთის ლხინი და სხვათა შორის დაოჯახებაც ერთმანეთში ძალიან ბევრი არის ქართველსა და მუსლიმ ქართველ შორის, ქრისტიან ქართველსა და ქრისტიან მუსლიმ შორის და ასე მოგდგავს და მოვდივართ დღემდე. მე არ მაქვს საუბარი მე მასეთ ადამიანებზე, იმიტომ რომ ბევრია ჩემს სამეგობროში და რა უფლება მაქვს რომ ვინმეს ასეთი რამე უთხრა, ან თუნდაც ურჯულო უწოდო. მოკლედ მეგობრებო, ერთი რამის თქმა მინდა. ეს კატეგორია ხალხი, რომელიც მასიურად მიგრაციით მოედინება საქართველოში და მათი წყვეტა უკვე ვეღარ ხორციელდება, იმიტომ რომ მოაღო ჩვენმა სახელმწიფომ კარიბჭე და შემოდიან და იპყრობენ უკვე ანექსირებას ახდენენ საქართველოს მთლიანად. ეს ადამიანები, როდესაც ფეხს მოიკიდებენ საქართველოში, პირველ რიგში ქრისტიანებს შეექმნება პრობლემა. აქ ცხოვრებ ქრისტიანებს და მერე მოიადგებიან თუნდაც მუსლიმებს, თუნდაც სომხებს და თუნდაც სხვადასხვა უმცირესობაში, რომლებიც ერთად ცხოვრობთ ამდენი ხანია ჩვენ და ქრისტიანები და სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ქართველები და მოსთხოვენ პასუხს. ამდენი ხანი თქვენ ერთად რატო ცხოვრობდით? ხმა რატო არ მოიღეთ? რატო იყავით თანაცხოვრებაში ამდენი ხანი? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ გონიათ რომ ეს ხალხი თქვენთან არ მოვა. ეს საერთო პრობლემაა, ჩემო კარგებო. თქვენი პრობლემაც არის, ჩვენი პრობლემაც არის, ყველას პრობლემა არის. ის სხვა გაგების, სხვა ტრადიციების, სხვა კულტურის მქონე ხალხი არის. არაბები, ინდოელები, შეიძლება სარწმუნოება ერთი ქონდეთ, მაგრამ კულტურა, გაგება და აზრი საერთოდ სხვა აზრის მქონე ხალხი არის. აქედან გამომდინარე, სანამდე ვინმე რამეს დაწერთ და სანამდე ვინმე რამეთი გამაკრიტიკებთ, გადახედეთ ხოლმე პროფილებს ადამიანისას, ვინ რას ლაპარაკობს, ვინ რას იწერება და შემდეგ გამოიტანეთ ხოლმე თქვენი აზრები და შინაარსები. ეს ქვეყანა ჩვენი დასაცავია. აბა თქვენ რას მეუბნებით, რომ ხვალე თურქეთმა რო გადაწყვიტოს საქართველოს დაპყრობა? ვინმე გულხერ დაკრეფილი იჯდება? თუნდაც მუსლიმი,
რომელიც ცხოვრობს საუკუნეების განმავლობაში აჭარაში. არა მგონია, იმიტომ რომ ის ასწავლეს, რომ ეს თავისი კუთხეა, თავისი ქვეყანა არის საქართველო. თავისი არის. თავ ქვეყნის შვილი არის. მაგრამ თუ კი თურქეთმა გადაწყვიტა საქართველოს დაპყრობა, იმან უნდა იომოს, იბრძოლოს ქრისტიანებთან ერთად. ღმერთმა გაგება მოგცეს ერთმანეთში ქართველებს. ქართველებს ერთმანეთში გაგება მოგცეს. შეგნება მოგცეს და იმ დონეზე დაყვანა მოგცეს, რომ ერთმანეთის გავიგოთ, ქართველებო ხალხო, ერთმანეთის გაგება და მოსმენა ვისწავლოთ, კაცო. რაზეა საუბარი? ჩვენ ერთმანეთის თუ არ გვესმის, იმათისას გავიგებთ ამ ახალი შემოსული უცხოელები ნაკადისა. ხალხისა? ვერაფერს ვერ გავიგებთ. ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენი მომავალი თაობის არის, კაცო. შენ არავინ გეუბნება რატო ხარ სხვა სარწმუნოების მქონე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ პრობლემა მიგრაციაში დგას, ემიგრანტებზე დგას, შემოსულ ხალხზე დგას. ჯიბეში რო ჩაგიხდებიან მომავალში და დღეს რო შენ რაღაცა პატარა საქმიანობა რო გაქვს შენს კუთხეში, მაგას რომ აგახევენ ისე რომ ყოხტად საერთოდ ვერც გაიგებ, ისე აქ ცანცლიან, ისე ჩაგიჯდებიან. გვერდში ისე გაგიხსნიან მაღაზიას და თავისიანებს იმაში ზავენ, კლიენტებს მოიზიდავენ, მაგაზე პრობლემა არ ქონდეთ. ვიყოთ ასე ერთში წყალჩაგუბებულები, ერთმანეთი ვგლიჯოთ, ერთმანეთი ვცანცლოთ, გაუგონარები ვიყოთ ერთმანეთში, ერთმანეთის არ გავიგოთ. ესე არ გამოვა რა. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს ქართველებო, ერთმანეთი უნდა დავაფასოთ. და ზოგადად მაინტერესებს საერთოდ სამსახურები, რომლებიც სპეცსამსახურები არიან, რატო არ აკონტროლებენ ესეთ რაღაცა შეკრებებს, ადგილებს? რატო აქვთ უფლება, კაცო, რომ შეიკრიბონ ზოგადად ამდენი ჩამოსული ხალხი? რატო აქვთ მაგის უფლება? მე ვერ ხვდები საერთოდ. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას ბიჭებო და მეგობრებო, სულ ყველა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთის გაგება მოგცეს კიდევ და კიდევ. აბა კარგად ვიყოთ.